არავინ არ არის. მაგრამ აი ეს არის ისტორიული ძეგლი. მოდერნის სტილშია გაკეთებული თავის ჩუქურთმების ყველაფერი. ამასაც აიღებთ? რა ისინი აიღება და როგორც აგიხსენით, ისე გაკეთება მის. თუმცა ეს საფრთხო პროგრამა არის. თუ საფრთხო თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აი ამ საფრთხეზე თქვენ პრობლემა არ იქნება თუ დაანგრიოთ? ეს ისტორიული ძეგლია. გასაგებია, მაგრამ ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ტაძარი. და უშლის ხელს ეს. როგორ? ამ ისტორიულ ძეგლს შეიძლება ყველაზე თემას უფრო შეუთავაზო გადავასახლოთ. ეს ისტორიული ძეგლია. ეხლა პაპაჩემს და ბებიჩემს არ გელაპარაკებთ რომ არ ფიქრობთ. აი ეს არც ვიცი ვის საყვარელი, მაგრამ ეს ისტორიული ძეგლი. თქვენ ამას აიღებთ, იმიტომ რომ ეს უშლის ტაძარს. ნახეთ, თქვენ აი ესეც კი მოდერნიშია გაკეთებული და აქამდე არის შენარჩუნებული და თქვენ იღებთ ამას. რატო? ვინ აწევს ხელს ამას? პროექტი მანახეთ. პროექტი წინამძღოლს დაგალაპარაკებთ, დღეს არ არის, თბილისში არის და თვითონ ტელეფონი გაქვთ წინამძღოლს. მე დაველაპარაკებთ თბილისში, მე თბილისში მივდივარ. მომენტით, 99. ეს გადაიღე შენ. რა? პრობლემა. ამას ესე იგი მე არ ამას დასვენების საშუალება რომ დავისვენო რა ცხოვრებაში რა 5-9 29 ეს აფლავი რო იყოს ახერს უშლის 47 ვაფია მამალაძე დაურეკე წინამძღვარი იყო და დაელაპარაკე აი თქვენ რო იცოდეთ მამალაძესთანაც რომ მე ჩამოვაკიდევათ აი ეს ორი შავი ქვა არის პაპაჩემის და ბებიაჩემის საფლავებია და მე ვთხოვობ რომ აი ამ ქვებს ხელი არ მოკიდონ კი ბატონო რეშოტკა მოხსნეს მაგრამ თქვენ აბსოლუტურად ის მითხარით რასაც ფიქრობთ თქვენ აპირებთ ქვებს დაასუფთავოთ და ლამაზი იქნება რა თქვენ კი არა ნუ თქვენს უკან მიცარია და ეს არის სახელმწიფო პროგრამა რომელიც სახელმწიფო პროგრამაა ვინ არის კულტურის სამინისტროში საპატრიარქოში ვივალ მე უფესაც ვნახავ პატრიარქსაც ვნახავ ეს გადაღებული მაქვს სურათები და მე არ მინდა ეხლა თქვენ ხელი შეგვიქით რომ აი მოსაფლავს ხელი არ მოკიდონ ჩემ თხოვნა რა რა თქმა უნდა დანარჩენი და აი ეს ისტორიული ძეგლია გაფრთხილებული რომ ეს არის ისტორიული ძეგლი და ამის ესე იავარყოფა ისეთივე დანაშაულია როგორც აი ამას თავს კომუნისტები თქვენ რო იცოდეთ რა ესენი არის ისტორიული ძეგლები სადაც დევს ყველაფერი არის ამას ჰქონდა თავისი სახე და აქ არის ყველაფერი მომსპარი აქ არის ყველაფერი გაკეთებული ის რაც 37 წელს და 50 წელს აკეთებდნენ აქ რა და პაპაჩემი ის რაიკომის დივანი იყო ის არაკეთებილებდა იმას რასაც ეხლა კეთდება რა ნევა კარგად იყავით მაპატიეთ რა მე თქვენ გითხარით აი თხოვთ რა ნუ მოხსნიან იმ ქვებს